ბევრ თქვენგანს ახსოვს ალბათ ტროას სახელგანთქმული მეფის პრიამოსის ქალიშვილთან კასანდრასთან დაკავშირებული მეტაფორა, რომელსაც კონტექსტის მიხედვით კასანდრას ფენომენს, კასანდრას სინდრომს, კასანდრას წყევლასაც კი უწოდებდნენ. ვისაც არ ახსოვს, მოკლედ ვეტყვი, რომ პრიამოსის მშვენიერმა ქალიშვილმა სინათლის ღმერთის აპოლონის სიყვარულის უარყოფა გაბედა, რის გამოც აპოლონმა მის მიერვე საჩუქრად თუ ჯილდოდ ბოძებული წინასწარმეტყველების ნიჭი მას სასჯელად უქცია და დასწყევლა. შენი ნათქვამი არასდროს არავინ დაიჯეროს, არავინ იღოს ყურად. ახდა, რა თქმა უნდა, აპოლონის წყევლა კასანდრას, რომელიც წინასწარ ხედავდა გარდუვალ საშიშ მომავალს, არავინ უსმენდა. მისი ღაღადის გაუთვალისწინებლობის გამოც გასწორდა მიწასთან სახელოვანი ტროაო, გადმოგვცემდნენ მითების ინტერპრეტატორები. მას შემდეგ კასანდრა იქცა მეტაფორად ვითარებისა, როცა ცალკეული ადამიანი თუ ხალხი უგულვებელყოფს საჭირო საგულისხმო ინფორმაციას, არ იჯერებს გაფრთხილებას მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ. ამ მეტაფორას ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის გარდა იყენებენ პოლიტიკაში. კასანდრას ეფექტი უწოდეს ბევრ ტრაგიკულად განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენას, ტროას დაცემიდან დღემდე, რადგან ყველგან მიწოდებული ინფორმაციის მიუღებლობას, უარყოფას ჰქონდა ადგილი. მოგვიანებით კი კასანდრა თავად მის უდიდებულესობას ისტორიას შეადარეს, რადგან ისტორიაც ტროელი მეფის მისანი ქალიშვილივით მუდმივად გვაფრთხილებს, რომ რაც არ ყოფილა, ის არ იქნება, ხოლო რაც იყო, იქნება კვლავაც. ჩვენ კი ყველანი ნაკლებად ვუგდებთ მას ყურს. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ იმედს. ეთერშია შემდეგი გაჩერება. ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილია დღეს ჩვენი სტუმარი და მასთან ვილაპარაკებ ისტორიაზე და თანამედროვეობაზე. ვისარგებლებ ამ შემთხვევით. მოგესალმები, ძვირფასო ნუკრი, მე შენი მსმენელი ვარ და მიხარია რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხარ. მინდა რომ ისტორიის მნიშვნელობას გითხრა 2-3 სიტყვით. რატომ უნდა დავუგდოთ ხოლმე ყური? რატომ არის სასარგებლო რომ ყური დავუგდოთ ისტორიას? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მიხარია რომ თქვენთან ვარ. რა მნიშვნელობა აქვს ისტორიას? პირველი მნიშვნელობა აქვს ის, რომ გაიგო თუ ვინ ხარ და ეხლანდელი სამყარო როგორ შეიქმნა. როგორ არის ეს მოწყობილი? ეს არ არის უბრალოდ თარიღების და ქრონოლოგიის ერთობლიობა. ეს არის გარკვეულწილად პროცესი, რომელიც ქმნის თანამედროვეობას, იმ თანამედროვეობას, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. იმას თუ რატომ ფიქრობთ ესე და რა ჩვენ გონია ძალიან ბუნებრივი, საერთოდ არ ყოფილა ისტორიაში ბუნებრივი და ხშირ შემთხვევაში აი მარკ ბლოკი წერდა, რომ ადამიანი ხშირად თანამედროვეებიდან უყურებს ისტორიას და მიაჩნია, რომ ის რაც ახლა ხდება, ყოველთვის ესახი ხდებოდა. არადა ესე არ არის. და როდესაც ახალი მოვლენა იწყება, მას ხშირ შემთხვევაში არ აქვს ანალოგია. თუ არ იცის ისტორია ისეთი როგორიც იყო. და აი მაგალითისთვის მოვყავს საბჭოთა კავშირის დანგრევა, ხო? ჩვენთან რო ყოფილიყო ისეთი კვლევები, რომელიც ისწავლის იმპერიების დანგრევა, ცივილიზაციების დანგრევას, მის შემდგომ პერიოდს, რაღაცნაირი წარმოდგენა გვექნებოდა, როგორ რეალობაში აღმოჩნდით, ხო? არანაირი წარმოდგენა არ ქონდა და რაღაცა უკვე არსებულმა ისტორიამ გვასწავლა, არსებულ რაღაც გამოცდილებამ გვასწავლა, როგორი რეალობა დადგა. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევები დასავლეთში ეხება იმპერიების დაცემას. დასავლეთი თვითონ გრძნობს, რომ დასუსტებულია. და რომის იმპერიის დაანგრევის მიზეზებს შეისწავლის სხვადასხვა დიდი იმპერიების, ბიზანტია იქნება ეს თუ სხვა იმპერიების დაანგრევის მიზეზებს. რატომ შეისწავლის? იმიტომ რომ მათ უნდა რომ ისწავლოს აი ამ ისტორიიდან, რომ რაღაცნაირად ისე არ გამეორდეს თანამედროვეობა, როგორც ეს ისტორიაში იყო. ამიტომ ისტორიას ერთ-ერთი დანიშნულება არის, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გამოცდილების მიღება და დაშვება საკუთარ თავში, რომ იმ რეალობის გარდა და იმ დროის გარდა, სადაც შენ ცხოვრობ, არსებობდა აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, სადაც ადამიანები აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებდნენ, აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ და შენ არ ხარ ისეთი უნიკალური, როგორც შენ წარმოგიდგენია.
შესანიშნავი მაგალითი მოიყვანეს საბჭოთა კავშირის დროს ცხადია ეს კვლევები არსებობდა, მაგრამ ინფორმაცია არ არსებობდა, იმიტომ რომ ისტორიიდან მაგალითები არ გაგვეთვალისწინებინა და არ დაგვენახა საკუთარი მომავალი. აქ უფრო მე ვიტყოდი ხა სუფთა ისტორიით თუ მივუდგები ისტორიოგრაფიულად თუ მივუდგებით, აქ იყო ესეთი ხედვა და ეს ხედვა ცოტა მცდარი აღმოჩნდა. გარკვეულწილად პროგრესისტული ხედვა იყო და პროგრესისტული ხედვა რას გვეუბნება, რომ არსებობს რაღაცა დიალექტიკური დაპირისპირება, ну, იცით, მატერიალისტური დიალექტიკა, მარქსიზმის, რომ არსებობს ისტორია როგორც ხაზი და იქ რაღაცა პროცესები მიდის, რომელიც საბოლოოდ აქვს ესკატოლოგიური დანიშნულება, რომ მივიდეს კომუნიზმამდე. შესაბამისად, ის რაც წარსულში მოხდა, ის წარსულში ჩაბარდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ დროის ეს აღქმა, ესა ძალიან ახალი აღქმა, პროგრესისტული აღქმა. ეს სადღაც მე-16 საუკუნიდან დაიწყო. ბუნებრივი ადამიანი ეს დროს უყურებდა ძალიან ან ნეგატიურად, ან ციკლურად. აი ძველი ბერძნებისთვის მაგალითად, აი პლატონისთვის, პლატონი თვლიდა, რომ ის ცხოვრობდა დაცემის პერიოდში. წარსულში მაგალითად იყო ოქროს ხანა, მერე რკინის ხანა, მერე და ის ცხოვრობდა ბრინჯაოს ხანაში, ანუ ყველა ერთ დაცემულ პერიოდში. ამიტომ თვლიდა, რომ წარსულში მყოფი ადამიანები უფრო სრულყოფილები, უფრო განვითარებულები, უფრო სულიერად აღმატებულები იყვნენ, ვიდრე თანამედროვეები. ეს ქმნიდა ესეც წარმოდგენას, რომ ინტერესი წარსულისადმი არ იყო მხოლოდ მოვლენებისადმი, არამედ იყო როგორც შემსწავლელი რამ, რომ ჩვენ წინაპრებისგან რაღაცა უნდა ვისწავლოთ. აი პროგრესისტული ხედვა კიდე გვეუბნება, რომ რაღა დროს ეს არის 21 საუკუნეა. რაღა დროს ეს არის 21 საუკუნე, იმიტომ რომ მიიჩნევა, რომ ავტომატურად მომავალი რატომღაც უნდა იყოს პროგრესული, უფრო განვითარებული, ვიდრე წარსულია. და ეს ხედვა, აი თუ დააკვირდებით, აი თანამედროვე ლიბერალებს, აქვთ რომ ესეთი ის რომ აი ეს რაღაცა ტრადიცია, ის რაღაცა გამოცდილება, ეს და წარსული გამოცდილება, რომელიც უნდა გადაილახოს, რაღაც გამოცდილებები უნდა გადაილახოს და რაღა დროს აი თქვენი ისტორია არის, როდესაც აი დადგა ეს 21 საუკუნე, ფუკუიამამ დაწერა ისტორიის დასასრული, რომ აღარ იქნება უკვე იდეების დაპირისპირება და დადგა ეს პროგრესული პერიოდი და ეს პროგრესული პერიოდი და მიიღო. და ამ ერიდან ჩვენ გველაპარაკება არა ჩვენი წინაპრები, არამედ უკვე ჩვენი მომავალი თაობა. და მომავალი თაობის გამო ეხანდელი თაობის ჩარეცხვა შეიძლება. ან თუნდაც დასაშვები. დასაშვები. ზოგჯერ და ხშირად სასურველიც გია. ამიტომ იყო რომ ყველა ეს მოდერნისტული, ანუ გულისხმობს ლიბერალიზმი იქნება ეს, კომუნიზმი იქნება თუ ფაშიზმი, ყველა ცდილობს ვიღაცის ჩარეცხვას. და ეს რატომ არის? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება მომავლის სახელით. პროგრესისტული ხედვა დროის არის ესეთი. დღეს ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ დრო მაგალითად შეიძლება იყოს ციკლურიც, რომ რაღაცა მოვლენები ყველა იმპერიაში ერთი და იგივე ხდება. კი, შეიძლება ტექნოლოგიურად რომი განსხვავებული იყო ვიდრე თანამედროვეობა, მაგრამ აი მაგალითად დემოგრაფიული პრობლემა, რომს ზუსტად იგივე ქონდა, როგორც დღეს ევროპას აქვს. უცხოური კულტურის შემოსვლა. ნუ მაშინ რომში აღმოსავლური კულტურა იყო ქრისტიანობა. დღეს ისლამის მოძლიერება ევროპაში. მისი ფუნდამენტური ღირებულებების გარკვეულწილად გაქრობა, ესეც რომისთვის დამახასიათებელი იყო. ანუ ბევრი ნიშანი, რომელიც დღეს ევროპას ჭირს, გქონდა რომს. და ის განცდა, რომ ესე იგი მეორდება ისტორია, შეიძლება ამ გამეორებაში სხვა შინაარსები დევს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გვასწავლის ჩვენ ერთი და იგივე რაღაცას. რომ არსებობს რაღაცა კონსტანტა, ანუ მუდმივობა სხვადასხვა ცივილიზაციის, სხვადასხვა ხალხის. აი მაგალითად, ინდური ცივილიზაციის კონსტანტა არის გარკვეული კასტური სისტემა. რამდენი საუკუნე გავიდა, მაინც კასტურ სისტემაში ცხოვრობენ. არაბული ცივილიზაციის კონსტანტა არის გარკვეულწილად კლანურ ტომობრივი ესე იგი საზოგადოება. დღესაც საუდის არაბეთში კლანურ ტომობრივი საზოგადოება არის და არაბული საზოგადოება ამით ხასიათდება. ანუ არსებობს რაღაცა ცივილიზაციის შიგნით გარკვეულწილად ისეთი მუდმივობები, რომლებიც არ ქრება. რაც არ უნდა 21 საუკუნე იყოს. აი ახლა ცივილიზაცია ახსენე და აუცილებლად ჩვენს ცივილიზაციას თანამედროვე გნოსტიკურ ცივილიზაციას რასაც ეძახიან შევეხოთ და რა არის ამ ცივილიზაციაში მუდმივა არსებობს თუ არა, იმიტომ რომ რამდენიმე წელი, ათეული წელია ეს იდეოლოგია არსებობს და მოდის სხვათა შორის ისტორიიდან, ეს არ დაიწყო ახლა.
არც გნოსტიციზმი არ არის ახალი მოვლენა და არც მისი შედეგები არ არის ახალი. მოდი ამ ცივილიზაციას, თანამედროვე ცივილიზაციას შევეხოთ და მის მახასიათებლებზე გავამახვილოთ ყურადღება. თვითონ გნოსტიკური ცივილიზაციის ტერმინი ერიკ ფოგელინის ესეთი გერმანული წარმომავლობის ამერიკაში მოღვაწეობდა, ის გერმანელი იყო, ფილოსოფოსის ტერმინია, რომელმაც აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი რა პრინციპში ყველა იდეოლოგიის ამოზრდილია გნოსტიკური სწავლებებიდან. აი, ხშირად ალბათ ბევრი სტუმარი ხავდათ თქვენც, რომელიც საუბრობს მაგალითად საქართველოზე როგორც დასავლურ ევროპულ ცივილიზაციაზე. მერე იწყებენ საუბარს ევროპულ ცივილიზაციაზე როგორც ქრისტიანულ ცივილიზაციაზე. და აქ ერთ მნიშვნელოვან შეცდომას უშვებენ. ყველა ვინც იკვლევს ცივილიზაციას, თვლის რომ ცივილიზაცია არ შეიძლება იყოს სტერილური. ცივილიზაციის შიგნით არის უამრავი წინააღმდეგობა და უამრავი მიმდინარეობა. და ეს ერთობლიობა ქმნის ცივილიზაციას. არ შეიძლება მარტო შენ რაღაცა ქრისტიანული ელემენტი გამოიტანო და მისი ანტიქრისტიანული ნაწილი გადამალო და თქვა რომ ეს არაა დამახასიათებელი ევროპისთვის. ჩვენ კულტურაშიც იგივეა. ჩვენ კულტურაში არის ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი რა. და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ რომ კულტურა შეუძლებელია არსებობდეს წინააღმდეგობის გარეშე. გნოსტიციზმი არის ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ყოველთვის დამახასიათებელი იქნება და ყველანაირ ლიტერატურაში იქნება ეს თუ კულტურაში თუ ხელოვნებაში რა თუ კი იარსებებს ქრისტიანობა, იარსებებს გნოსტიციზმის ამ ცივილიზაციაში. ანუ შესაბამისად ეს თლად ფოგელინის იდეას რომ მაინც გნოსტიკური ცივილიზაცია ამას არ ვეთანხმები, გნოსტიკური ცივილიზაციაც არის სხვა ელემენტებთან ერთად, მაგრამ მაშინ იქნება ასე დავსვათ შეკითხვა. გნოსტიციზმიდან, რომელიც ახალი მოვლენა არ არის, რა აიღო ლიბერალიზმმა და რა არის მთავარი მახასიათებლები და რას შეიძლება რომ ადამიანმა ხაზი გაუსვას, რა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ. ზოგადად გნოსტიციზმი ერთიანი სწავლება არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ ჰქონდა რამოდენიმე საერთო მიდგომა. ამ საერთო მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის ის, რომ ეს სამყარო არის ბოროტება, მატერიალური სამყარო არის ბოროტება. ამიტომ ეს ბოროტება შექმნა ბოროტმა ღმერთმა, დემიურგმა, იალდაბეოფმა და ის უნდა შევცვალოთ. ანუ ეს არის დაპირისპირება ღმერთთან, ბუნებასთან, ბუნებასთან დაპირისპირება, მას შორის ადამიანთან. გნოსტიკური მითში დევს ესეთი რამ და აი ყველაზე კარგად ჩანს, საიდან მოდის ეს ზოგადად გენდერის პოლიტიკა, უმცირესობების პოლიტიკა, რომ თავდაპირველად ადამიანი იყო ორსქესიანი. და დემიურგა იმისთვის რომ დაესაჯა ეს ადამიანი, გახლიჩა და ამის შედეგად შეიქმნა მამაკაცი და ქალი. თანამედროვე შესაბამისად სქესი ეს არის გარკვეულწილად დაცემის და უარყოფითი ნიშანი. შესაბამისად აი ყველაზე ლინდება იმით რომ აი ეს სქესობრივი თუკი ტრადიციულ სამყაროში სქესი იყო ბედისწერა, ეს უნდა იყოს ოფცია თანამედროვეობაში. ტრანსჰუმანიზმი ქვია ამას, საბოლოოდ ტრანსჰუმანიზმისკენ მივდივართ, როდესაც ადამიანი თავის შეზღუდულ ბუნებას, რომელიც შეზღუდა ამ ცუდმა ღმერთმა, ბოროტმა ღმერთმა, გადალახავს. და ეს გადალახვა არის ლიბერალიზმის ერთ-ერთი ნაწილი. მათ პირველი როგორ იწყებოდა ზოგადად ლიბერალიზმი. არსებობს ორგვარი თავისუფლება. ცნება, პოლიტიკური ცნება, პოზიტიური და ნეგატიური. ნეგატიური თავისუფლება, ესა ლიბერალური თავისუფლება. ოღონდ ნეგატიური არ გავიგოთ პირდაპირ ის ნიშნულობა. ნეგატიური საბოლოო ჯამში არის რაღაცისგან თავისუფლება. აი მაგალითად, სიტყვის თავისუფლება. ნეგატიური თავისუფლება, ვიღაცისგან მოითხოვ შენ თავისუფლებას სიტყვის. არსებობს, თავისუფალი ბაზარი, ხო? სახელმწიფოსგან მოითხოვ, რომ და ბაზარი იყოს თავისუფალი. შემდეგ იყო, რომ მაგალითად ერისგან თავისუფლება. ვიღაცისგან მოითხოვ თავისუფლებას. ეხლა არის სქესისგან თავისუფლება. მოითხოვ სქესისგან, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იდეოლოგია ლოგიკურად მიდის, ანუ დაიწყო როგორც რელიგიური თავისუფლების მომენტი, მაგრამ ლოგიკურად მიდის ადამიანობისგან თავისუფლება. აქ არის პოსტჰუმანიზმის იდეა, რომ ადამიანი საბოლოოდ უნდა შეერწყას ტექნოლოგიებს და გადალახოს საკუთარი შეზღუდული ბუნება. ეს იდეა ძალიან ახალიც არ არის, ტექნოლოგიურად ნელ-ნელა შესაძლებელი ხდება ეს და საკითხი ჩნდება, უნდა შევინარჩუნოთ თუ არა ადამიანური იდენტობა. ზოგადად ადამიანი ხომ არ არის ეგეთი რაღაცა მოცემულობა, ბიოლოგიური მოცემულობა რა თქმა უნდა არის, მაგრამ ადამიანი როგორც ესეთი
კულტურით გვესმის როგორია ადამიანი, ხო? იმიტომ რომ ერთ კულტურაში შეიძლება სულ სხვა რაღაცა იყოს ადამიანი, ადამიანობა, ხო? მეორე კულტურაში აბსოლუტურად სულ სხვა რაღაცა შეიძლება იყოს. და ამ ადამიანობის იდენტობის გაქრობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა. ეხლა სქესის გაქრობის შემდეგ, სქესის როგორც ბედისწერის გაქრობის შემდეგ პოსტჰუმანიზმი საკუთარი ძალით იწყებს მოქმედებას, მით უმეტ ტექნოლოგიები ვითარდება და შესაძლებელი ხდება ეს და ჩდება არჩევანი. ადამიანს უჩნდება არჩევანი. დარჩეს თუ არა ადამიანად. ძალიან ესეთი უტრირებული რაღაცაა, მაგრამ წარმოვიდგინოთ, უკვე არის ესეთი ოპერატორი, როდესაც შეგიძლია მიიბა ტექნოლოგიებით თითები, არის უკვე ესეთი რაღაცა და უფრო ძლიერი ხდები. ობიექტივად უფრო ძლიერი ხდები იაპონიაში. ან წარმოვიდგინოთ რაღაც ხედვის საშუალება, მესამე თვალი მიიბა. შეგიძლიათ ეს ტექნოლოგიების საშუალებით. უარი უნდა თქვა თუ არა ამაზე. აი აქ ერთადერთი არგუმენტი, რადგანაც შეიძლება აქ უარი თქვა, არის რელიგიური არგუმენტი. იმიტომ რომ რელიგიურ არგუმენტში ეს არის სწორედ ადამიანობის დაღუპვის ერთ-ერთი არგუმენტი. აქედან ჩნდება დაპირისპირება. სიამოვნებაში დღეს რომ საუბარია ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმზე, კონსერვატიზმს არასწორი სახელი აქვს ჩემი აზრით. კონსერვატიზმის თავარი არსი მდგომარეობს ადამიანური იდენტობის დაცვა. არა ის რომ რაღაცა ტრადიცია, კონკრეტული ტრადიცია დავიცვათ. არამედ ის რომ მოდი ეს ადამიანი აღარ დავშალოთ. აქამდე დაშალეს ადამიანისგან გამოყვეს სქესი, ხო? ეხლა ადამიანისგან უნდა გამოყოს თვითონ ადამიანობის იდენტობა და თვითონ უნდა შექმნას ცარიელ ფურცლისგან საკუთარი იდენტობა. აქაც უნდა მეთქვა და ამავიწყდა ამის თქმა, რომ ზოგადად მე-20 საუკუნეში ორი ტრადიცია ჩამოყალიბდა ადამიანთან მიმართებაში, ესეთ დამოკიდებულებაში. ერთი შეიძლება პირობითად უწოდოთ კარლ იუნგის ტრადიცია, მეორეს ერიკ ფრომის ტრადიცია და ფრანკფურტის სკოლის ტრადიცია. ფრანკფურტის სკოლა გვეუბნება ჩვენ ერთ რაღაცას, მაგალითად ადორნოს აქვს ესეთი კვლევა ავტორიტარული ადამიანი და ფრომს აქვს მეორე კვლევა თავისუფლებისგან გაქცევა. ორივე გვეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ აი ავტორიტარულ ადამიანში ადორნო გვეუბნება, რომ ის ადამიანი, რომელიც ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ ოჯახში არის აღზრდილი და იმ ფასეულობებით არის აღზრდილი, მიდრეკილია ფაშიზმისგან და მემარჯვენე იდეოლოგიისგან. როგორ უნდა აღარ დავუშვათ ფაშიზმი ტრადიციული ოჯახის გადაფასებით. ფრომი რას ამბობს? ფრომი ამბობს, რომ ფაშიზმი მოვიდა იმიტომ, რომ ადამიანები თავისუფლებას გაექცა. ოღონდ სად გაექცა ეს? გაექცა ოჯახის ინსტიტუტში. და ფაშიზმმა, როგორც ოჯახის სუროგატმა, შეთავაზა საზოგადოებას ეს რაღაც სუროგაცია ოჯახის და ამიტომ თვითონ ოჯახის ინსტიტუტია პრობლემა. ოჯახის ინსტიტუტია პრობლემა, იმიტომ რომ ოჯახის ინსტიტუტში დაბრუნება აღარ იძლევა თავისუფლების საშუალებას. და შესაბამისად რა უნდა გააკეთოს? ფრომმა პრინციპში წამოიწყო ეს იდენტარიზმის პოლიტიკა, რომ ადამიანი უნდა იყოს ცარიელი ფურცელი, უნდა რადიკალურად მოწყდეს საკუთარ წინაპრებს, საკუთარ კულტურას და თვითონ საკუთარი იდენტობა თვითონ შექმნას. ამიტომ ყოველი ახალი თაობა ქმნის საკუთარ იდენტობას ხელახლა ცარიელ ფურცლიდან. მიზანი ეს არის და ის ვინც მათ ეუბნებათ რომ არა, იცით რა, შენ ვერ იქნები, მაგრამ ძაღლი პირობითად. ძაღლის იდენტობა არ რაღაცა სხვა იდენტობის ადამიანი, იმიტომ ობიექტურად არ იქნები. რას ქვია? შენ იდენტობას მახვევ თავზე? ესე ფაშისტი ხარ. და ფაშიზმს ესენი ეძახიან სწორედ იმას, რომელიც დატვირთულია აქამდე არსებული კულტურული კოდებითა და ნარატივებით. ამას ეძახიან ფაშიზმს. თანამედროვე ფაშიზმი აღარ არის. აქედან გამომდინარე ეს წინააღმდეგობა, ხო, ეხლა იუნგი რას ამბობს? იუნგი საუბრობს იმას, რომ სიამოვნებაში ინდივიდუალიზაცია, ანუ გამოყოფა ადამიანის. რა თქმა უნდა, ხდება ჯანყით შოვლის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ჯანყი შეიძლება იყოს სიმბოლური. მაგრამ საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ ინდივიდუალიზაცია მოახდინო, შენ უნდა მოახდინო ინტეგრაცია იმ შენ წარსულთან. და რაც უფრო მეტი ადამიანის ინტეგრაციას ახდენს ადამიანი, რაც მეტი კულტურული კონცეფციის ინტეგრაციას ახდენს ადამიანი, ის უფრო მეტად ინდივიდუალიზირებულია და ის არის პიროვნება სწორედ. შესაბამისად ორი თეორია, ერთი რომელიც გეუბნება, ესა ლიბერალური თეორია, რომელიც გეუბნება, რომ ადამიანი არის ცარიელი ფურცელი და მან უნდა რადიკალური წყვეტა მოახდინოს წარსულთან და თავისი იდენტობა თვითონ შექმნას და მეორე, რომელიც გეუბნება, რომ არა, შენ უნდა ინტეგრირდე, შენ რაც უფრო მეტი სიმბოლოა შენში, მითხრა რომ დიდარი სამყარო უკვე. იმიტომ რომ აი მაგალითის ამბობ, შეუძლებელია მშობელთან ინტეგრაციის გარეშე შენ ნორმალური ურთიერთობა დაამყარო შენ შვილთან. შენ თუ ნაწყენი თინეიჯერი იქნები 40 წლის ასაკშიც, შენ პრობლემები გექნება მე შენ შვილთან ურთიერთობაში. ამიტომ ეს შერიგება უნდა მოხდეს და შერიგება ნიშნავს იმას, რომ მამის არქეტიპი შენში შემოდის და შენ ხდები მამა. და შერიგება ამით იწყება.
და ეს საუკუნეების განმავლობაში ეს პროცესი იყო გარკვეულწილად მოწესრიგებული ტრადიციული სამყაროს მიერ ამ მოწესრიგებას ინიციაცია ერქვა, გარკვეულწილად სიმბოლური, გარკვეულწილად ტკივნეული პროცესთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ ამ ტკივნეული პროცესის შედეგად ახალი სიმბოლო, ახალი რაღაც იდენტობა შემოდიოდა ადამიანში და ადამიანი ბავშვობიდან გადადიოდა ზრდასრულ ასაკს. აი თანამედროვე ადამიანის პრობლემა არის ის, რომ თანამედროვე კულტურამ გააუქმა ინიციაცია და ადამიანი, რომელიც 40 წლისაა, ისე იქცევა, როგორც თინეიჯერი იქცევა. და უკვე ეს სიმბოლური, რიტუალური, გარკვეულწილად გზა რო გაგვიქრა ჩვენ აღმოჩნდით საზოგადოებაში, რომელიც ასაკისას არ უნდა იყოს, მუდმივ თინეიჯერია. მუდმივად ამბოხებულია, მუდმივად რაღაცას ამტკიცებს და ვერ ყალიბდება ეს მთლიანობა. აქედან გამომდინარე, თქვენ თუ დააკვირდებით ფსიქოლოგიურ პრობლემებს, იმის მიუხედავად, რომ დღეს განვითარებულ ქვეყნებში, საქართველოშიც იგივე სტატისტიკაა, იმიტომ სტუდენტებთან იყო ეს კვლევა, ყოველ მესამეს აქვს დეპრესია ან რაღაცა აშლილობა ფსიქოლოგიური. გაცილებით უფრო უკეთეს კეთილდღეობაში ცხოვრობენ, ვიდრე მაგალითად 90-იანი წლების ბავშვები პირობითად, მაგრამ უფრო მოწყვალდები აღმოჩნდნენ ფსიქოლოგიურად. იმიტომ რომ იმ 90-იანი წლების ადამიანებს კი სოციალური პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ არსებობდა მყარი კულტურული სიმბოლოები, რომელსაც შენ აიღებდი. შენ იცოდი, რომ სტუმარ მასპინძლობის კულტურა რას ნიშნავდა, იცოდი ძმაკაცობა რას ნიშნავდა, იცოდი ადამიანთა ურთიერთობა. ეს შენ გარედან მოგეცემოდა. ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანებს, რომელსაც ეს გარედან აღარ მიეცემა, არსებობს მხოლოდ პროპაგანდა დარჩა ამის ნაცვლად. პროპაგანდა, რომელსაც უკვე დრო აღარ აქვს. ნახეთ, თუ კი მაგალითად ტრადიცია დგას დროზე, შენ იცი, რომ ესე იქცევდა შენი წინაპრებიც. დღეს წელს რო ესე იქცევი, წელს რო ესე აზროვნებ, მომავალში სხვა ტრენდებია. და შესაბამისად ეს დრო გაქრა, ადამიანი მუდმივად უნდა გადაეწოს. თუ ვერ ეწყობა, ეს უკვე არის ზედმეტი ამ საზოგადოებაში. და შესაბამისად ეს იწვევს მუდმივად იმის განცდას, რომ ადამიანი გადაღლილია, ეს მუდმივად იმის განცდას, რომ პანიკური შიში აქვს ყოველთვის, ან სტრესი აქვს, ან ნერვოზი აქვს. რატომ ხდება? ეს არ ხდება მაინც და მაინც სოციალური მიზეზების გამო. ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ ადამიანმა დაკარგა მნიშვნელოვანი კულტურული სიმბოლოები საზოგადოებაში და ადამიანი დარჩა ცარიელი. ამ სიცარიელში კიდე იქნება ის, რომ მოთხოვნა გარკვეულწილად აი ამ ბაბლების, ჩაკეტილი ბაბლების და მოთხოვნა, რომ რაღაცა სტაბილური მაინც იყოს და ამ სექტანტური აზროვნება სწორედ ესეთ სივრცეში იქნება, სადაც აღარ არსებობს კულტურული სიმბოლოები. ამ სივრცეში სექტანტური აზროვნება ყალიბდება. ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ ჩვენ საზოგადოებაში ვხედავთ სწორედ აი ამ პროცესს, სადაც სექტანტური აზროვნება არის პიკში, მე ესე ვიტყოდი. თუ კი შენ რაღაც ბაბლის ნაწილი არ ახარ, შენ რაღაც მარტოსულად გრძნობ თავს. აი ეს ბაბლის ნაწილად ყოფნა არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ყველანაირი რაციონალური აზროვნება. რაზე არის აგებული? ეს არის პროგრესის მიზეზი. მათ არის დაპირებული, რომ ისინი გამოცხადებიან პროგრესულებად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ბაბლის ნაწილი არიან და იქცევიან ისე, როგორც ამ ბაბს უნდა რომ მოიქცეს. აქედან საინტერესოა, რომ ეს ჯგუფი, რომლებიც ინდივიდუალიზმის სახელით გამოდიან, ეს ადამიანები ყველაზე ნაკლებად ინდივიდუალურები არიან. ყველაზე მეტად საკუთარ ამბოხებულობაში ერთნაირები არიან. საკუთარ რაღაც ინდივიდუალობაში ერთნაირები არიან. თითქოს ყველა რაღაც ერთი ქარხნიდან არის, ერთი პროექტიდან არის შექმნილი. რამ შექმნა ეს ცივილიზაცია, აი რაზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ. რა არის ძირითადი მიზეზი? მოდით ლიბერალიზმზე ვთქვათ, ამ იდეოლოგიის ასე მოძლიერების. ხო, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თვითონ იდეოლოგიურ ომში ლიბერალიზმმა გაიმარჯვა. ობიექტურად ავიღოთ იმიტომ. მისი გამარჯვება რამ განაპირობა მაშინ ასე დავსვათ შეგიძლია. ზოგადად არის ხშირ შემთხვევაში არის ესეთი მომენტი, რომ ის იმარჯვოს, ვის ყველაზე ბოლო ეცემა. ანუ სხვაები უფრო ადრე დაეცნენ. სიამოვნებაში ესე მოხდა. ეხლა ჩვენ რასაც ვაკვირდებით დასავლეთის კრიზისზე. ეს ნაწილასთან მეტყოლი იყო 80-იან წლებში. საბჭოთა კავშირის დანგრევა გაახანგძლივა იმ სისტემის არსებობა, რაც დასავლეთში იყო. რომ არა, ესე იგი საბჭოთა კავშირის დანგრევა,
რომ არა საბჭოთა კავშირის დანგრევა. ისეთივე კრიზისში იყო დასავლეთი მაშინ, როგორც საბჭოთა კავშირი. სხვა მიზეზები ჰქონდა ამ კრიზისს, მაგრამ ერთნაირ მდგომარეობაში იყო, უბრალოდ საბჭოთა კავშირი პირველი დაიცა. ამან გამოიწვია ისეთი ხედვა, რომ გარკვეულწილად რელიგიური ხასიათი მიეცა ამ გამარჯვებას. რელიგიური ხასიათი მიეცა და ალტერნატივა აღარ არსებობდა. არჩევანი აღარ არსებობდა. ერთადერთი გამარჯვებული არის. და ეხლა მის საწინააღმდეგო უცბად გაჩნდა 2000-იან წლებში ისლამური ფუნდამენტალისტი უწოდებდნენ ისლამური ცივილიზაცია, რომელიც ვერ იქნება ეს რაღაც გლობალური ალტერნატივა. ისლამური ესე იგი პროექტი ისევე დამარცხდება, მე ესე მგონი იმის მიუხედავად რომ ხა ძლიერია, ისევე დამარცხდება, იმიტომ რომ იგივე მიზნები აქვს, რაც ლიბერალებს ჰქონდა, იგივე მიზნები აქვს, იგივენაირად ახდენს რა გარკვეულწილად თავს მოხევას სხვებზე. მაგრამ საბოლოო ჯამში ეხლა ჩდება ისეთი მომენტი, რომ სამყარო ხდება გარკვეულწილად ფრაგმენტირებული. და ამ ფრაგმენტირებულებაში გამოჩნდა, რომ აღარ არსებობს ერთი იდეა. ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე იდეები ჩვენ თვითონ უკვე ვაწარმოოთ და დავიწყოთ სარკეში ყურება. ესა პირველი შემთხვევა, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში დავიწყოთ სარკეში ყურება. რას ნიშნავს, რა დავინახეთ იმ სარკეში და რა უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად? აი სარკეში ყურების თვალსაზრისით ყველაზე კაი ესეთი მაგალითი აქვს მოყვანილი ეგეთ ავტორს ედვარდ საიდი არის იმპერია და კულტურა ესეთი წიგნი აქვს. იქ აქვს ეგვიპტელის მაგალითი მოყვანილი. ეგვიპტელი როდესაც სარკეში იყურება, ის როგორც ეგვიპტელი კი არ აღიქოს საკუთარს, როგორც ბრიტანელი აღიქოს ეგვიპტელს, ისე უყურებს ის საკუთარ თავს. ანუ ჩვენ უკვე წლებია დავიწყოთ სხვისი თვალებით ყურება. ჩვენთვის ნახეთ რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, რამდენად ევროპელი ვარ. რას ნიშნავს ქართულად ყოფნა, ამაზე არ დაგვიწყია ჩვენ საუბარი. როგორი გამოიყურებთ ჩვენ ევროპელების თვალში. ეს უფრო გვაინტერესებდა ვიდრე რეალურად ჩვენი თავის ავთენტური ბუნების, ესე იგი, გაგება. სარკეში ყურება არის სწორედ ეს მომენტი, რომ ჩვენ ვიწყებთ ჩვენი კულტურის, ჩვენ თავზე წარმოდგენების შექმნას. იმიტომ რომ ან ადამიანი არსებობს ორ სივრცეში, ან საკუთარ თავზე თვითონ აქვს წარმოდგენა, ან სხვა ქმნის მასზე წარმოდგენას და ის შეესაბამება მე მას. საკუთარ თავის ყურებას აქვს ცოტა ისეთი მომენტი, შეიძლება იყოს სტარი. ანუ ჩვენ როგორც ხედავთ საკუთარ თავს, შეიძლება ისეთები სულადაც არ ვიყოთ. ამიტომ და არსებობს რაღაცა ამ საზოგადოების შიგნით ადამიანთა ჯგუფი, როგორც წესი ეს ადამიანების სინდისი არის, აი რასაც ილია ჭავჭავაძე აკეთებდა, როდესაც ქართული საზოგადოების დაკლოვანებებზე ღიად საუბრობდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცა უნდა ისაუბროს ამ ჩვენი საზოგადოების ნაკლოვანებებს. და ეს ნაკლოვანებები არა იმიტომ, რომ ხა როგორც ლიბერალები აკეთებდნენ, რომ ეს ქართული იდენტობა მოესპოთ და პირდაპირ სხვა იდენტობაში ჩაწერილიყო. არა, ამიტომ არა. იმიტომ რომ ჩვენი შექმნილი ილუზიებისგან გამოსული ყავით და დაგვენახა ჩვენი თავი. ეს საკუთარი თავის დანახვის ტრადიცია რაღაც პერიოდი ჩვენთან შეჩერდა. კი, ეს თერიდალეულები ანვითარებდნენ ამ ტრადიციას, მაგრამ შეჩერდა. აი ახლა გვაქვს ის მომენტი, პირველად გაჩნდა ის მომენტი, როდესაც უკვე აღარ არის ისეთი წნეხი, რომ მაინც და მაინც და ისეთი კომპლექსი, რომ მაინც და მაინც სხვისი თვალებით უყუროთ და გვაქვს ის მომენტი, რომ ჯერ ახლა პირველი ეტაპი, რასაც ვაკვირდებ, ცოტა იდეალიზაციისკენ მივდივართ ჩვენი წინაპრებისა და ასე შემდეგ. ეგ ძალიან საშიშია, ნუკრი, ჩვენ არაერთხელ გქონდა ეს გადახრა მეორე მხარეს, რაც კარგები ვართ ჩვენ ვართ. ეს საშიშია ნამდვილად. მაგრამ ალბათ აი მაგრამ თვითგვემას შეიძლება ჯობია, ანუ რაღაცნაირად მე ამას როგორც პროცესს უყურებ, რომ ჯერ რაღაცა უნდა მოხდეს, რომ მე ამის საწინააღმდეგო მოხდეს. იდეალიზაცია ახლა გვჭირდება, იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩვენი იდეალური სახე რა არის? აი ამ იმაში ვერ ჩამოყალიბდა ამ წლების ვინა ეს არქეტიპი, აი თანამედროვე 30 წლის დამოუკიდებლობის ისტორია გვაქვს და ვინ არის ის ადამიანი, არქეტიპი, ლიტერატურული გმირი, კინოს გმირი, რომელიც აი ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს. აი მე გეტყვით მაგალითად დამარცხებული ომების შემდეგ შეერთებულ შტატებში გაჩნდა პირობითად რემბო, რომელმაც ეს კინემატოგრაფიაში დამარცხებული ომების კომპლექსი თითქოს რაღაცნაირად შემოატრიალა და ეს როგორი ტიპი არის, განსაკუთრებით პირველი ნაწილი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში ბრუნდება და ამარცხებს ამ საზოგადოებაში არსებულ უსამართლობას. და ჩვენთან უცბად გაჩნდა აი გასეირნება ყარაბაღში. გასეირნება ყარაბაღში თუ გაქვთ ნანახი, აი ბოლო სერია რატომ არ მომწონს და რა დევს ამაში, რომ
ესე იმისთვის რომ მომავალ თაობა ბედნიერი იყოს, წინა თაობამ უნდა ასე იგი მოიშტოს. აი ეს მესიჯი იყო ჩვენთან. როდესაც იქ დასავლეთში გაჩნდა გამარჯვებული გმირის იდეა. მე მჭირდება როგორი გმირის გაჩენა ველოდები ესეთი გმირის გაჩენას. თანამედროვეობაში გამარჯვებული გმირი მჭირდება, რომლის მაგალითზე მე მაგალითად შულს ვაჩვენებ, რომ აი ესეთი მინდა რომ ესე იყო. ჩვენ რატომღაც არ ქმნით გამარჯვებულ გმირებს საკმაოდ დიდი ხანია არ ქმნით ესეთ გმირს. აი მე მაგალითად მინდა ის რომ აი იმ დეპრესიების მიუხედავად და იმ საშინელი პერიოდების მიუხედავად რაც 90-იან წლებში იყო, ნახო რომ ადამიანმა ეს ყველაფერი გადალახა არა ამორალურად, არამედ აი მორალური ღირსების შენარჩუნებით და მოვიდა დღემდე და აი ეს არის ეს გმირი. ზოგადად ესეთ გმირებს ჭირდებათ რამოდენიმე სახის არქეტიპი. რამოდენიმე სახის არქეტიპს ვამბობ, საუბრობ რომ ერთი მეომარი უნდა იყოს აუცილებლად, მეორე მწიგნობარი, მესამე კიდე სხვა ვიღაც. ხო? ჩვენ გმირების რაღაც მრავალფეროვნება გვჭირდება. აი რატომ იყო რომ რაღაც პერიოდში ჩვენ გამარჯვებული გმირები ხვავდა შუა საუკუნეებში მაგალითად. ეხუსტყაოსანი აიღეთ გამარჯვებული გმირების ისტორია ეს. ეს არა დამარცხებული, მორალურად გამარჯვებული და დამარცხებული გმირების ისტორია კი არა. ეს პირდაპირ გაგებით გამარჯვებული გმირების ისტორიაა. და ამიტომ ეს გმირები ავთანდილი იყო გარკვეულწილად ის არქეტიპი, რომელიც ასრულებდა ჩვენ შუა საუკუნოვან რაინდებს. და ამიტომ ეს გამარჯვებული იყო. ესეთი ადამიანები იმარჯვებენ. ისი გონების, მორალის და საქციელის გამო. დღეს კი თითქოს აი გაქრა ესეთი ინტელიგენტი ადამიანის არქეტიპი. თუ აქ გვერდებით, საერთოდ არცად არ ჩანს. აი თუ არის ესეთი სახე, ესე დაჩაგრული, დაჩაჩანაკებული ადამიანის სახე, ხო? აი არ ვაწარმოებთ ესეთი ადამიანის რაღაცა რომანტიზებს, არა და შეიძლება 50 წლის განმავლობაში ესე ვერ გავიხსენო, მაგრამ აი ივანე ჯავახიშვილის მაგალითი რო ავიღოთ, მისი ცხოვრების გარკვეულწილად ჩვენება, მისი ბიოგრაფია. ბიოგრაფიაზე რატომ არ შექმნილა რაღაც ლიტერატურული შედეგი, რატომ ფილმი რატომ არ გადავიღეთ და ასე შემდეგ. გამარჯვებული გმირია ივანე ჯავახიშვილი. მან დაგვიტოვა ამხელა საგანძური უნივერსიტეტის სახით, ხო? და არა მარტო უნივერსიტეტის, მისი შრომების სახით, ხო? მორალური გმირია. რეალურად მორალური გმირია. ესეთი ადამიანები ძალიან ბევრი იყო. თუ უფრო მინი დონეზე შევედეთ, ბევრი იყო ესეთი ადამიანი. კი ამ უბედურების პერიოდში შეიძლება შეინარჩუნოს ღირსებას და ეს ამას არ მაჩვენებენ. მაჩვენებდნენ 90-იან წლებიდან ნარკომანებზე ფილმებს. ეს როგორ გაუბედური გავიგეთ, რომ ნარკომანებზე, მაგრამ დიდი პრობლემაა. მაშინ ის ადამიანი მაჩვენეს ნარკომანი, რომელმაც გაიმარჯვა და გამოასწორო და ესეთი ნარკომანი მაჩვენენ მაინც და მაინც ნარკოდამოკიდებული ხალხი. მაჩვენე ის ადამიანი, რომელიც იმარჯვებს ამ პრობლემებზე. მაჩვენე ეს მაგალითი მაჩვენე, არა? აი ახლა თვითონ ქვეყანაზე გკითხავ, ნახე ჩვენ გმირზე და ცალკეულ ადამიანზე ვილაპარაკეთ. ქართველობაა თვითონ დაკნინებული ძალიან და საქართველო და ქართველად ყოფნა. მთელი წლებია იყო ის პროექტი, რომ ეს გადაგველახა და ჩვენ ყოფილიყავით ანუ რეალურად სურვილი ის რომ ევროპელი ვიყო, არის სურვილი რომ აი ამ ვიწრო წრეს, რასაც საქართველოს გვია, გავცდე და საკუთარი თავი წარმოვიდგინო იმათ, რაც არა ვარ. რეალურად ეს ადამიანები, რომლებიც ევროპაზე საუბრობენ, ევროპულ იდენტობაზე, არ არიან ევროპული იდენტობის ნაწილი. ესენი არიან ქართულ იდენტობაზე გაბრაზებული, ნაწყენი, რაღაც სხვადასხვა მიზეზით ნაწყენი ან გაბრაზებული, ან გაუაზრებლად, ან გააზრებლად არ ვიცი. ნაწყენი ადამიანები, რომლებსაც შექმნეს რაღაც წარმოსახვეთი პროცესი, სადაც ქართველებს აღწერენ ძალიან გროტესკულად, ძალიან გროტესკული სახე აქვს, სადაც ეს არის რაღაცა ისეთი უღირსი რაღაცა უსუსური არსება, რომელიც მარტო ბნელი, ხო, რაღაცა ბნელი. სიტყვა ვიხმაროთ ძალიან შემზარავი, მაგრამ ასეა. და სადაც ავტომატურად რაღაცა პირობიდან გერმანიაში მცხოვრები ადამიანი, როგორიც არ უნდა იყოს ის, არის აღმატებული ამას. რა თქმა უნდა, როდესაც განვითარების ტექნოლოგიური და სოციალური ეკონომიკური განვითარება თვალშისაცემია, რომ კი გერმანელი წინა, მაგრამ უნდა ნახოს, რომ ამის გარდა არსებობს რაღაცა გერმანული სიბნელეც. მათ არ უნახიათ ეს, ან უარყოფენ ამას. იქაც არსებობს ესეთი დაყოფა, ყოველ საზოგადოებაში არსებობს ესეთი დაყოფა. და ერთი რაღაც არქეტიპის მიწერება მთელ ერზე
ეს არის სწორედ არქეტიპული არასწორი ხედვა. ეს პროცესიც ხო შეგნებულად კეთდება. ესეც ხომ არ იყო ესე უბრალოდ იმიტომ რომ მიშვებული იყო. ეს შეგნებულად ხდებოდა. რეალურად ერისთვის ბრძოლა არის ორი რაღაცისთვის ბრძოლა. ნარატივი, ტექსტი და არქეტიპი. ვინ არის შენი გმირი? ვინ არის როგორი სახე აქვს შენ გმირს? და როგორ გმირებს აყალიბებ, როგორ გმირებს ქმნი. არსებს ორი სახის სერი. პოლიტიკურ ნარატივზე აგებული და ლიტერატურული ერი. ჩვენთვის მაგალითად ვეფხისტყაოსანი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კონსტიტუცია. ამერიკელისთვის პირიქით კონსტიტუცია ყველანაირ ლიტერატურულ ტექსტზე მნიშვნელოვანი იქნება დამოუკიდებლობის აქტი, იმიტომ რომ ის აერთიანებს. ჩვენ გვაერთიანებს ლიტერატურა. ამიტომ ჩვენ გვიჭირეს ლოიალობა პოლიტიკური ტექსტისადმი, კონსტიტუციისადმი. აი კი მესმის რომ მნიშვნელოვანია ყველაფერი მესმის, მაგრამ რო არჩევანი რომ მქონდეს ვეფხისტყაოსანით ვეფხისტყაოსანი თუ კონსტიტუცია, რა თქმა უნდა ვეფხისტყაოსანია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ლიტერატურული ერი. ლიტერატურული ერის ყველაზე ესე დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ ის საკუთარ თავს ხედავს გარკვეულწილად ფორმაში. და ეს ფორმა რა არის, რომ ის იდეებში კი არ ხედავს, არამედ აი ფორმაში, ესთეტიკაში და ასე შემდეგ. აი ეს ესთეტიურობის მომენტი იმდენად მნიშვნელოვანია ლიტერატურული ერებისთვის, რომ ის საკუთარ თავს რაღაცა წარმოადგენს, მაგრამ შეიძლება მაგაზე პოლიტიკური ნარატივი ვერ დამყარდება. ესეც ნაკლია გარკვეულ. არა, ეს ნაკლია, ეს თავისებურება, მოდი ესე ვთქვათ. იყოს თავისებურება, მაგრამ რომელიც აშავებს, იმიტომ რომ კონსტიტუციასაც და ამ სახელმწიფოებრიობასაც ჭირდება გააზრება, განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში. სერიოზული პრობლემა არის ჩვენი. უნდა ვაღიაროთ რაღაცა პრობლემები გვაქვს ჩვენ კულტურასთან, მაგრამ მე ჯერ ერთი რაღაცის რომ არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომლითაც შენ განვითარდები. არსებობს კონკრეტულად ის ფორმულა, რომელიც შენ განვითარებ. შეიძლება ეს ამ ფორმულამ სხვა ხალხი არ განავითაროს, მაგრამ შენ განვითარებს. და ჩვენ ეს მომენტი, რომ ჩვენი თავი რეალურად დავინახოთ. სარგეში. ხო, სარგეში. უნდა ვაღიაროთ რაღაცეები, რომ ჩვენ არა ვართ კონსტიტუციური ერი. არა ვართ. კონსტიტუცია არ გვაერთიანებს. გვაერთიანებს თერგდალეულები და გვაერთიანებს ქართული კინო, ხელოვნება, აი ეს გვაერთიანებს. ესა მთავარი გამაერთიანება. კონსტიტუცია ხვალე რო გაქრეს, ქართული იდენტობას არ შეექმნება საფრთხე. კი, სახელმწიფო შეექმნება შეიძლება საფრთხე, მაგრამ ქართული იდენტობას არ შეექმნება. ამერიკული იდენტობა კონკრეტულ პოლიტიკურ ტექსტზე არის. ის პოლიტიკურ ტექსტები რო გაქრეს, იდენტობას ექმნება პრობლემა. ჩვენთან ესე არ არის. იმიტომ რომ შევეჩვიეთ ალბათ სახელმწიფოს გარეშე არსებობას წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ეს გარკვეულწილად ჩვენ სიპატარავესაც უკავშირდება, იმიტომ რომ პატარა ერებს თავისი განსაკუთრებული ფსიქოლოგია აქვთ, ასე ჩამოყალიბებული. ჩენელებისგან რა შეიძლება ვისაუბროთ? მაო ძედუნის შემდეგ იყო აი იგივე პროცესი, რაც სტალინის მიმართებაში იყო, ხო, როდესაც დაგმეს. და იქ კითხო ძალიან ესეთი რაღაცა რომ აი მაო ძედუნის 70% კაი გააკეთა, 30% ცუდი გააკეთა. თემა დახურულია. არც დაიწყეს იმის, რა ქვია, გადადემონიზება, არც დაიწყეს რაღაცა ესეთი ფეტიშიზაცია. რაციონალური გზა მონახეს. ჩვენს რაღაცნაირად გვჭირდება ესე რაღაცა ამ პროცესების ჩვენი 30 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში რაღაცა ჩვენ არ ვარგოდა ობიექტურად, რაღაცა ვარგოდა. რაღაცა უნდა შევინარჩუნოთ, რაღაცა არ უნდა შევინარჩუნოთ. ამას სჭირდება გარკვეულწილად საზოგადოებაში რაციონალური მზაობა ამისთვის და არა ემოციური მზაობა. შენ მაინც რა რჩევას დაგვიტოვებდი, რა უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად და რა უნდა შეველიოთ, ისე რომ არ დაგვენანოს. იმისთვის რომ წინ წავიდეთ. პირველ რიგში ჩემი აზრით გაცნობიერება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ გავაცნობიეროთ რომ ისტორია იცვლება და თუ შენ მასთან ერთად არ შეიცვალე და მარტო წარსულზე გააკეთე აქცენტი ვერ შეინარჩუნებს შენ იდენტობას. ჩვენთან ახლა ძალიან ბევრი ემიგრანტია. ჩვენ უნდა გქონდეს უამრავი პოლიტიკა ჩემი აზრით, რომელიც უზრუნველყოფს რომ ემიგრაციაში დაბადებული ბავშვებს ჰქონდათ ქართული იდენტობა. ამიტომ ეკლესია იქნება ეს თუ სხვა, ახალი მოვლენა ქართულ ისტორიაში ემიგრაციის ისტორია. კი, პოლიტიკური ემიგრაცია იყო, მაგრამ ანუ ჩვენ უნდა ვისწავლოთ რაღაცები, რაც აქამდე არ ქონია. უნდა ვისწავლოთ ის, რომ უცხოეთშიც შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა
და იქ ჩვენი რაღაც გავლენები გქონდეს. პატარა სახელმწიფო თუ დამოუკიდებლობა უნდა ის ვერ გადარჩება თუ მისი გავლენის აგენტები, ამ შემთხვევაში ქართველები, არ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ თვით დახმარებაზე, სოლიდარობაზე და იმაზე, რომ საკუთარი იდენტობა შეინარჩუნოს. რისგან შედგება ეს იდენტობა? ქართული იდენტობა. პირველ რა უნდა შევინარჩუნო? პირველ რიგში ენა, იმიტომ რომ ყველანაირი ჩვენი აზროვნების ფორმაც ენიდან მოდის, ის ბარბარიზმები, რაც ჩვენთან არის და ის ვულგარიზაცია ენის, რაც ახლა არის მნიშვნელოვანი პრობლემა, იმიტომ რომ ეს აზროვნებას ყუდავს. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ ჩვენ დავიწყოთ გარკვეულწილად ჩვენი წარმოდგენებს რას უწოდებს. აი ქართული კინო. წარმოდგენები ქართულმა კინომ უნდა შექმნას. ქართულ კინოს განვითარება უამრავი, ახლა რატომ აკეთებს ეს თურქეთი, რეალურად იგონებს ამ სერიალებით საკუთარ ისტორიას. ქმნის აბსოლუტურად სხვა სახეხატებას, ქმნის რაღაცა ყველა სულთანი თურმე ბრძენი ყოფილა. მათი ნება ესე უნდათ რომ საკუთარ თავი წარმოდგენ. ჩვენთან რა არის? ჩვენთან ხან ერთი მეფის ლანძღვა არის, ხან მეორე მეფის ლანძღვა არის, ხან იწერება რაღაცა ანტიტყავსანი და კიდე სხვადასხვა ესეთი რაღაცა. განა არ უნდა დაიწეროს, რა თქმა უნდა, ეს უნდა დაიწეროს, მაგრამ მის პარალელურად რომ არ არის ეს გაძლიერებული, ამის იდეალიზმი, მის პარალელურად ესაა პრობლემა. და მესამე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენ ცნობიერებას რელიგიური შინაარსი აქვს ყოველთვის და უნდა ვიცოდეთ, რომ რელიგია სხვა ეპოქაში სხვა რაღაცაზე აკეთებდა აქცენტს. ჩემი აზრით, თანამედროვე ქართულ ეკლესიას ჭირდება გარკვეულწილად ბევრი რაღაცა სიახლის მიღება. არა იმ გაგებით, რომ დოგმატიკის თვალსაზრისით, არამედ აქცენტირების თვალსაზრისით, რაზე უნდა გააკეთოს აქცენტირება საზოგადოებასთან ურთიერთობაში, რა არის ეს გამოსასწორებელი და ასე შემდეგ. ხშირად არის ხოლმე აი რამოდენიმე სასულიერო პირსაც უთქვას ჩემთან საუბრის დროს, რომ ხშირად არის რომ პირიქით აი რაღაცნაირად ისეთი მრევლის ტყვეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე, რომელიც არა გათუცნობიერებული. და ხშირად ეშინიათ ხოლმე რაღაცის თქმის ამის გამო. და მე ვფიქრობ, რომ პირიქით უნდა იყოს, რომ ვიღაცა უნდა არსებობდეს, რომელიც გამოვა და მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს მოახდენს ამ ჩვენი საზოგადოების აღზრდაში. ანუ გარკვეულწილად აღზრდელი გვაკლია. აღზრდილის არქეტიპი გვაკლია. დღეს ყველა გადასულია ინდივიდუალურ რაღაც საკუთარ კეთილდღეობის შექმნაზე და აღმოაჩინეთ, რომ ძალიან მარტოსულები აღმოჩნდით ამ პროცესში, ძალიან ესეთი გათითოკაცებულები აღმოჩნდით, რასაც ილია ჭავჭავაძე წერდა და აი ეს გამაერთიანებელი მომენტები გვჭირდება. ძალიან გვჭირდება. მამას გვძნობ ყველა დონეზე და ყოველთვის ახლა რატომ გაჩნდა მაინც 60-იან წლებში თერი დალეულები, ხო? იმიტომ რომ იქამდე ის წინათაობა იცავდა საქართველოს შაბინის შემოსევები იყო. უსაფრთხოება როდესაც დამყარდა, გარკვეულწილად რაღაცა პირობები როდესაც შეიქმნა, მერე გახდა შესაძლებელი. მეც ახლა მგონია რომ ახლა ჩდება ეს შესაძლებლობა, იმიტომ რომ აქამდე, პრაქტიკულ კლიენტის სახელმწიფო ვიყავით. ახლა რაღაცნაირად ჩდება იმის საშუალება, რომ მეტნაკლები სუვერენულობა მოიპოვოთ და რაღაცაზე დავიწყოთ, ისეთ რაღაცებზე დავიწყოთ ფიქრი, რაზეც აქამდე უბრალოდ არ დაგვიწყია ფიქრი. ამიტომ თან იმედიანად ასავარ, მაგრამ ხვდები რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს, რომელიც ესე მარტივად არ გადაწყდება. შეიძლება ზოგიერთი არ გადაწყდეს, მაგრამ ადამიანები იმისთვის ვართ, რომ რაც არ უნდა ისეთი ბერძნებს ჰქონდათ, ხო, ბერძნები გმირებს. შეიძლება ბედის წესასთან დამარცხდა, მაგრამ უნდა შეევრძოდო მაინც. და ეს мотивация რომ უნდა შეევრძოდო მაინც აი ამ თუნდაც დამარცხდა. აი ეს мотивация არის ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა. მართლა ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ და იმედი მაქვს, რომ საქართველო გაიმარჯვებს და საქართველო ვართ ჩვენ ყველანი ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა მინდა მოვახსენოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ.